ხშირად გამიგია რომ ალერგიული არ ვარ. რამდენად შესაძლებელია რომ არაალერგიული ადამიანი მომავალში გახდეს ალერგიული? კარგი კითხვაა ეს სხვათა შორის. მადლობა ამ კითხვისთვის. საერთოდ ესეა რომ მე ესე ვეუბნები რომ არ ვარ ალერგიული ეს არანაირ ალიბად არ გამოადგება არავის. იმიტომ რომ საერთოდ ესეა ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე შეიძლება რაღაც ფორმის ალერგიას გადააწყდეს. ეხლა თუ დაბადებიდან პირველ წლებში ბავშვების ნაწილი გადააწყდებიან კვებით ალერგიას, ბრონქებთან დაკავშირებულ პრობლემებს, აი ზედა ასაკობრივ ჯგუფში ალერგია უდიდესი ნაწილი საიდან მოდის, როცა ადამიანი უკვე ასაკში შევდის და შევდივართ. ბევრი წამლის მოხმარებას ვიწყებთ. ამიტომ იქ უკვე პრევალირებს მედიკამენტური ალერგიები. რა თქმა უნდა, რთული და მძიმე მედიკამენტური ალერგია, მათ შორის ხანდახან სიცოცხლისთვის საშიში. რა თქმა უნდა, ადამიანებს ემართებათ, ვისაც ბევრი წამალი დასჭირდა ან საავადმყოფოში გამოიყენეს პრეპარატები ან ეხლა ხშირად მომართავენ მე ონკოლოგიური პაციენტები, როცა ძალიან ძვირფასი და კარგი წამალი, რომელიც მათი ძირითადი დაავადების დამარცხებისთვის სჭირდება, პირველივე რაღაც ინტრავენური გადასხმის დროს მაგალითად ანაფილაქსიური შოკში ჩააგდო. და ეხლა როგორი რთული სამართავია ასეთი პაციენტი, როდესაც იცი რომ მისთვის ამ წამალს აქვს სიცოცხლის გახანგრძლივების ან ამ დაავადების დამარცხების ინდიკაცია, ჩვენება. და ბარიერად გაჩნდა ალერგია. ხო? და აი მე უნდა გადავუწყვეტო ეს პრობლემა. აი ხაც არის ესეთი მიმდინარე პაციენტი, თარიღიც კი არ მომიწყდება, მეორე დოზა 17 აპრილს აქვს წამლის გასაკეთებელი და რატო არის მნიშვნელოვანი? ჩვენს დარგში საბედნიეროდ არსებობს ეს გამოსავალი, ამას ქვია დესენსიბილიზაციას. პროტოკოლი იქმნება სხვა ქვეყნების და მსოფლიო გამოცდილებას ვიზიარებთ და თუ ის წამალი პირველსავე ინექციის დროს პირობითად გადაესხა 15 წუთში, მეორე წამლის ადმინისტრება მოხდება დაახლოებით 12 ეტაპია 15 წუთზე გამრავლებული 3 საათი და რაღაც წუთები. ანუ იმდენად მცირე დოზები 15 წუთში ერთხელ მოხდება, რომ თან წამალიც იქნება ის მთლიანი დოზა იმ 3 საათში გადასხმული და თან შეეგუება ამ პრეპარატს, რომ აი ესეთი მიდგომები არის ჩემ დარგში, რომ ადამიანებს ასე ვთქვათ გადაუწყვეტოთ ეს მნიშვნელოვანი პრობლემები. ამიტომ ასაკობრივად არავინ არ არის ალერგიისგან მოკეტაზღვეული.